თელავში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება. მუნიციპალიტეტის მერიამ წევრების მისაღებად კონკურსი უკვე გამოაცხადა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. მსურველებმა რეგისტრაცია ონლაინ უნდა გაიარონ. საბჭოს წევრობის კანდიდატები სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. მას შემდეგ რაც თელავი აღარ არის თვითმმართველი ქალაქი, აღარ მქონია ახალგაზრდული საბჭოები, რომელიც ოდესღაც ფუნქციონირებდა თელავის მუნიციპალიტეტში. და შესაბამისად იყო ძალიან დიდი სურვილი, ინტერესი და ჩართულობა იმ თვალსაზრისით, რომ აღმდგარიყო თელავის მუნიციპალიტეტში ეს ინსტიტუცია, რათა ახალგაზრდებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც უშუალოდ მათი ასაკისა და კომპეტენციის ღონისძიებებში, ასევე ზოგადად იმ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის არის ძალიან აქტუალური. ჩვენ შესაბამისად გამოვაცხადეთ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება, რომელიც ითვალისწინებს 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების აქტიურობას. არის აპლიკაციის ფორმა, რომელიც უნდა შეავსონ ახალგაზრდებმა და დარეგისტრირდნენ და ჩვენ ასევე იქ მითითებულია, რომ მათი შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის და გასაუბრების საფუძველზე. დაწყებულია ზოგადად ყველა ის აუცილებელი იურიდიული პროცედურა, რომელიც ამ საბჭოების ფორმირებასთან არის დაკავშირებული და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ გვეყოლება ჩვენი ახალგაზრდული საბჭო, რომელიც დაიწყებს ძალიან აქტიურ მუშაობას, როგორც დებულების ფორმირების, იმიტომ რომ ახალი დებულება უნდა შედგეს და იმ სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის მიმართულებით, რომელიც უახლოესი 4 წლის განმავლობაში იქნება გზამკვლევი სახელმძღვანელო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.